გამარჯობა გამას პატივცემულო მაყურებელო თქვენთან ერთად ვარ მე გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი თქვენ კი ხართ გამა ნიუსზე და ჩვენ ვიწყებთ მინდა დავიწყო იმით რომ აქ შესაძლო იყო თქვენი რეკლამა ყოფილიყო ანუ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ გვაქვს უამრავი კონტენტი სადაც შეგიძლიათ რა თქმა უნდა თქვენი ბრენდი თუ გინდათ რომ ნახოს 100,000-ობით თქვენმა პოტენციურმა კლიენტმა გამა არის შესანიშნავი პლატფორმა ამის და ჩვენს კონტენტისთვის ვეძებთ ახლა სპონსორებს და შემიძლია ვთქვა რომ გვაქვს დასასპონსორებელი ასეთი რუბრიკები როგორიცაა გამა ნიუსი, ვინ ჩხუბობს, სპოტლაითი, გამა ანკავერდი და რა თქმა უნდა გამას პრესკონფერენცია. ამიტომ დაგვიკავშირდით, ვილაპარაკოთ საქმიანად. დაუჭირე ქართულ სპორტს მხარი და მოგვეცი საშუალება, რომ გავანვითაროთ ეს თემა, რომელსაც ქართული საბრძოლო ხელოვნება ქვია, ერთად გავიტანოთ და ერთად გავცდეთ საქართველოს ფარგლებს. დაუჭირე გამას მხარი. ამასთან ერთად მინდა ვთქვა, რომ ძირითად ლიგასთან ერთად ჩვენ ჩავატარეთ უკვე 2 სამოყვარულო ღონისძიება. რა თქმა უნდა, სამოყვარულო ღონისძიებების პირდაპირ ტრანსლაციის ნახვა შეუძლია გამა ტივის გამომწერს. სპონსორების გარდა ასევე მივმართავ ჩვენს მომხმარებელს. გამა ტივი არის ის საშუალება, რომლითაც ჩვენ ვახდენთ მონეტიზირებას, რომლითაც ჩვენ ვიზრდებით და რა თქმა უნდა თქვენი მხარდაჭერის გარეშე ეს ზრდა ვერ მოხდება. გთხოვთ, ვისაც გაქვთ საშუალება, გამოიწერეთ gama.tv/g, იქ თქვენ გელოდებათ პირდაპირ ტრანსლაციები როგორც ძირითადი ლიგის, ასევე გამას სამოყვარულო ლიგის და ასევე როგორც წინათ არაერთხელ ვახსენე, ვამზადებთ ბევრ ექსკლუზიურ კონტენტს, რომელიც სხვაგან არსად არ დაიდება, ვიდრე გამა ტვ-ზე. ასეთი კონტენტის მაგალითია ჩემი და გამა ტრეინერის ბრძოლა, რომელიც მხოლოდ გამა ტვ-ზე შეგიძლიათ ნახოთ. ამიტომ დაგვიჭირეთ ხარი, ნუ დარჩებით გულგრილები. რა თქმა უნდა, მხარდაჭერა ჭირდება ასევე ჩვენს სამოყვარულო ლიგას. ვეძებთ სპონსორებს. ლიგა ჯერ, ასე ვთქვათ, სპონსორის გარეშეა, გენერალური სპონსორის გარეშე და რა თქმა უნდა, ყველა იმ კომპანიას, ვინც ახლა დაგვიდგება გვერდში, როცა მხარდაჭერა გვჭირდება და გვერდში დგომა, ახლა დაუდგება გვერდში იმ ახალგაზრდა ბიჭებს, იმ დამწყებ სპორტსმენებს, შეგახსენებთ, რომ 8 წლიდან შეუძლიათ უკვე სამოყვარულო ლიგაში გამა მუშტიკრივის ეროვნულ ფედერაციის მიერ გაკეთებულ სამოყვარულო ლიგაში მიიღონ მონაწილეობა სპორტსმენებს და რა თქმა უნდა, ეხლა ჭირდებათ მათ მხარდაჭერა, რომ გახდნენ წარმატებულები. ამიტომ მოგმართეთ, თუ გაქვთ სურვილი რომ გამას სამოყვარულო ლიგას დაუჭიროთ მხარი. ასევე მეგობრებო, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ვგეგმავთ გამა გრეპლინგის ივენთების გაგრძელებას. მე ვფიქრობ, რომ შესანიშნავი უმაღლესი დონის ივენთი გამოგვივიდა. რა თქმა უნდა, ბევრი იძახით, რომ გრეპლინგის ყურებას სვარკას უყურო ის გირჩევნიათ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გრეპლინგი არის MMA-ის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ივენთი გამოგვივიდა სომხეთის წინააღმდეგ, საქართველოს ესპანეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მაგარი გამოვიდა. ამიტომ თუ თვლით, რომ ამ დარგშიც ქართველებს გვეთქმის სიტყვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანაირი საფუძველი გვაქვს ამისთვის. მივაწვეთ ბოლომდე და გავაკეთოთ გამა გრეპლინგი და დაუძახოთ ახლო და შორი ქვეყნებიდან სხვა გუნდებს. და დავასაბმიტოთ, ბიჭო! ამიტომ დაგვიჭირეთ ხარი, რა თქმა უნდა, გამა გრეპლინგის შეჯიბრების ტრანსლაციაც გავა gama.tv/g-ზე, თუმცა YouTube-ზეც ერთ კვირაში დაიდება. ამიტომ აუცილებლად დატოვეთ ამ ვიდეოს კომენტარებში თქვენი აზრი, გინდა თუ არა რომ გამა გრეპლინგი გავაგზავნოთ. მით უმეტეს გამა ფაით ჰოლი გვაქვს და გვინდა რომ ყოველ შაბათ-კვირას აქ ჩხუბი იყოს გაჩაღებული ნებისმიერ წესებით, მათ შორის გრეპლინგის. მეგობრებო, გამა გრეპლინგთან ერთად ხო ახსენე MMA. MMA-ის
გაგრძელებაც გვინდა. მე შეგახსენებთ, რომ გვაქვს ჩვენ პოზიტიური გამოცდილება, რამოდენიმე ღონისძიება ჩავატარეთ შერეული, სადაც არაერთი MMA-ის ბრძოლა იყო. რამოდენიმე ბრძოლა, ჩემი აზრით, უმაღლეს დონისა გამოგვივიდა. რავი, მარტო ფირცხელიანის ნოკაუტი რას რო ვიხსენებ უკვე დიდ ემოციას გამოიწვევს ჩემში და მით უმეტეს ჩვენი მსაჯის მანუჩარ კვაშილავას და მისი აზერბაიჯანელი კოპიოს მუსა მუსაზადეს ბრძოლა, მე მგონი, რა ვიცი, UFC-ის ხარისხის იყო, ნახდათ არ შემწხვება ასეთი ანალოგია რო გავაკეთო. ამიტომ ჩვენ გვინდა MMA-ის გაგრძელება, თუმცა გავმიჯნოთ მუშტიკრივიდან და ცალკე გვინდა რომ ჩავატაროთ MMA-ის შეჯიბრებიც. როგორც ყოველთვის MMA-ის შეჯიბრებიც გავა გამატივი წერტილი-G-ზე, ტრანსლაციას გულისხმობ, თუმცა როგორც ცალკეული კონტენტი დაიდება ასევე ჩვენს არხზე, ანუ YouTube-ზე ერთი კვირის შემდგომ. აქაც გვაინტერესებს შენი აზრი, პატივცემულო მაყურებელო, აუცილებლად დაგვიფიქსირე, რას ფიქრობ? გაინტერესებს თუ არა გამას მიერ ჩატარებული MMA-ის ივენთი და დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, აუცილებლად გავითვალისწინებთ. და რა თქმა უნდა, გამა MMA-ისას ჭირდება სპონსორები, ამიტომ დაგვიკავშირდით სპონსორები, რა, ჩამოყარეთ სპონსორები, მოდით. რაც ეხება უახლოვეს ამბებს, ანუ 21 ივნისში ჩვენ გველის უმაგრესი შეჯიბრი, რომლის სახელიცა Smack My Bitch Up. ვინც თემაში ხართ, ვინც არა დაწერეთ კომენტარებში თუ რას ნიშნავს, საიდან აიღეთ ეს დასახელება და ასე შემდეგ, გიპასუხებთ. ძალიან მაგარი ტრეილერი მზადდება, სულ მალე ნახავთ. ამ კვირაში, ანუ 2 შაბათამდე, ბილეთის ფასი არის სულ 60 ლარი. ამიტომ იჩქარეთ, იყიდეთ. არანაირი პრომოკოდები ჩვენსგან, ორგანიზატორებისგან არ იქნება, პრომოკოდები თუ გინდათ, მიმართეთ მებრძოლებს, ვინც ამ ქარდზე ჩხუბობენ, დიდი ალბათობით გაგიზიარებენ, ხოლო რაც შეეხება ქარდს, ნახდათ იმსახურებს ყურადღებას. და რატო? ვინაიდან ამ ქარდზე დაგვიბრუნდებიან ისეთი ყურადღებას, ვინც იპყრობდა სულ სხვადასხვა მხრივ სკანდალური პერსონაჟები. მაგალითად გავიხსენოთ ბექა ლომსაძეს არაერთი მაგარი ბრძოლა აქვს ჩატარებული, სხვა რაღაცეებიც აქვს ჩატარებული, თუმცა ბექა გაიზიარებს რინგს გორილასთან, ვალერი ყოჩიაშვილი დაგვიბრუნდა, მეგობრებო, welcome back, უპირველეს ყოვლისა ვალერ და ძალიან მაგარ ბრძოლას ველოდებით ბექას და ვალერის ავტორობით. ვალერასთან და ბექასთან ერთად დაგვიბრუნდა ტარზანაი! ჩვენთან ერთად არის ისევ დიდი პაუზის შემდგომ, ისევ იბრძვის, ისევ შიშველ მუშტებზე 76 კილოგრამში ტარზანა გვპირდება უსასტიკეს დაბრუნებას და ჩხუბს ჩაატარებს ასევე დაბრუნებულ ვაჟკაცთან ემილ ასკეროვ. Welcome back. როგორც იქნა, შენ ბრძოლას კიდევ ერთხელ ვიხილავთ და ეს ბრძოლა, როგორც ვთქვი, ჩატარდება შიშველ მუშტებზე და ძალიან საინტერესო დაპირისპირება იქნება, რაღაც ველური ძალა ტექნიკური კრივის წინააღმდეგ. ანრი გრიზლი 140 კილოიანი ბესტავაშვილი მეტოქეს გარეშე არ დარჩა. მე შევასრულე ჩემი სიტყვა და ანრის დაუპირისპირდება არანაკლებ კილოიანი თორნიკე გაიღიმე თუ გეშინია მიბჭოიანი. ძალიან საინტერესო ბრძოლაა. ამხელა, რავი, იტოქში 300 კილო ჯამში იბრძვის გამას რინგზე. იმედია, რინგი გაუძლებს ამ დარტყმების ტონაჟს და ამ წონას ზოგადად. ძალიან საინტერესო ბრძოლაა, იმიტომ რომ ასეთ მძიმე ხალხს, რავი, მე არ მახსოვს გამას რინგზე თუ ეჩხუბათ, რავი, ბულდოზერი და დევის ბრძოლა თუ შეედრება. ამიტომ მე პირადად გულმოდგინეთ ველოდები ამ ბრძოლას, ძალიან საინტერესოა თუ რას გვანახებენ, რა სანახაობას გვაჩვენებენ ბიჭები. ანრის სპარინგი კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, ჩვენს არხზე დევს ნახეთ. ძალიან მაგარი, ძალიან სისხლიანი, ძალიან დაუდობელი ბრძოლა დადო ანრიმ, მიუხედავად იმისა, რომ სპარინგები იყო. თორნიკეც ემზადება დიდი ხანია, ესე შორიდან ვიცნობ მე მაგ ბიჭს და ვფიქრობ, რომ საკმაოდ
სისხლიანი ბრძოლა იქნება. მეგობრებო, ასევე ყურადღებას იქცევს მსუბუქი კატეგორია. დაგვიბრუნდა დაბრუნების საღამოა მაღლაფერიძე. ამ ბიჭს ძალიან მაგარი ბრძოლები აქვს დადებული გამას რინგზე. აზრი არა აქვს, წაგებული აქვს თუ მოგებული აქვს, ყოველ ბრძოლაშივე ბოლომდე დაიხარჯა. და მაღლაფერიძე რინგს გაიზიარებს საბა კვიჟინაძესთან. ზუსტად იმ კვიჟინაძესთან, რომელსაც ბაქარი არ აფასებდა და კინაღამ გაილახა კიდევაც მისგან. აი ეს 56 არც არის ეგ ბიჭი 56 კილო, რავი, ან კურტკით და ჯინსებში იყო 57 და ისე არის მე მგონი 52-13, მაგრამ ისე ჩხუბობს, ვაი დედასა. ამიტომ ძალიან მაგარი ბრძოლა გველის, ძალიან მაღალი ტემპი, დარწმუნებული ვარ, რომ გულგრილი არ დარჩებით. არის კიდე სხვა ბრძოლებიც, რა თქმა უნდა, მეგობრებო, ამიტომ გადადით Gamma FC.G უპირველეს ყოვლისა იმისთვის რომ ეგრევე ბილეთი შეუკვეთოთ და თუ ვერ მოდიხართ 21-ში თბილისში არ ხართ რა ვიცი რატო არ უნდა მოხვიდეთ მაგრამ ვინცობა ყველაფერი ხდება Gamma TV.G თქვენთვის არის შექმნილი სულ 13 ლარად შეძლებთ ჩვენთან ერთად სინქრონულად დატკბეთ ამ საღამოთი და თუ არც ის გინდათ და არც ეს გინდათ გამოიწერეთ ჩვენი არხი და სულ ერთ კვირაში უმაღლეს ხარისხში დაიდება ვიდეო YouTube-ზე. რაც შეეხება სხვა ბრძოლებს. მეგობრებო, ყურადღების გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ დავტოვებ main events, ანუ სლავა ბრილიანტი მარგიშვილი Gammas 93 კილოგრამის ჩემპიონი შეეცდება ქამარი დაიცვას ლაშა როინიშვილის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ამ მებრძოლებმა უკვე ჩაატარეს ჩხუბი. ეს იყო Gammas Carface-ზე ბათუმში აგვისტოში, სადაც სლავამ ტექნიკური ნოკაუტით, ანუ ღვიძლიდან გამოიყვანა ლაშა წყობიდან და მოიპოვა საჩემპიონო ქამარი. მის მერე ლაშამ დაიმსახურა ეს რევანში და 21 ივნისს თქვენ იხილავთ თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ორთაბრძოლაში. წინა ბრძოლისგან განსხვავებით მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ბრძოლა ჩატარდება როგორც Gammas შეფერის მით უმეტეს საჩემპიონო ბრძოლას შიშველ მუშტებზე. ამიტომ ძალიან საინტერესოა ეს ინტრიგას მხოლოდ შემატებს. შევხედოთ, აბა ამჯერად შეძლებს თუ არა ლაშა ტიტულის მოპოვებას, თუ ტიტულს შეინარჩუნებს ჩვენი ბრილიანტი. და ამ ივენთის კულმინაცია, უმთავრესი მოვლენა შეიძლება ამ წლისა Gammas 62.5 კილოგრამის გრან-პრის ფინალი გველის წინ, სადაც ბაქარ გელენიძე, ჩვენი ხონელი სადისტი დაეტაკება ლევან იანქოშვილს, ჩვენს ტყვია გაუმტარს. ძალიან საინტერესო ბრძოლაა. ბაქარი არის 65 კილოგრამის ჩემპიონი, პირველი გრან-პრის ჩემპიონი და ფინალისტი მეორე გრან-პრისი. უდაოდ ამ მებრძოლს აქვს გარკვეული პიედესტალები დაპყრული. თუმცა დაგვავიწყდება, რომ ლევან იანქოშვილიც იყო 65 კილოგრამის ჩემპიონი, დაუმარცხებელი ჩემპიონი და დაუმარცხებლად დატოვა მან თავის ტიტული. მხოლოდ ერთხელ აქ ნაგემები წაგება და მხოლოდ ერთხელ აქ ნაგემები ფრე და ეს ორივე აგემამას ლევან ტყვიარ გაუმტარმა იანქოშვილმა. ანუ ძალიან პრინციპული დაბრკოლებაა ბაქარის წინაშე. მით უმეტეს ეს ბრძოლა შედგება შიშველ მუშტებზე, მით უმეტეს გამარჯვებული დაეუფლება 25,000 ლარს. ყველანაირი მიზეზი აქვთ ბიჭებს, რომ 5 რაუნდი შეუჩერებელი აგრესიის აპოგე შემოგთავაზონ. ამიტომ უბრალოდ თვალი არ დაახამხამოთ. Gamma Fight Hall-ში მოდით და ჩემთან ერთად დატკბით და იზეიმეთ ამ კაცური საღამოთი. ამითი ინტრიგებს არ მოვრჩენილა, მეგობრებო. კიდე რამოდენიმე მაქვს შემონახული. მაშასე, ბევრს გაინტერესებს მელიქიანის ბედი. რას აპირებს ის? გააგრძელებს თუ არა Gammas-ში ასპარეზობას, როდის დაეჯახება კორტავას და ასე შემდეგ. ბატონი ნაირი Gammas ეგიდით
იჩხუბებს ასეთ დიდ ორგანიზაციაში, როგორიცაა RCC და ჩაატარებს კიკბოქსინგის ბრძოლას ივლისში. ამიტომ მე ვიმედოვნებ და მთელს საქართველოს მაყურებელს და არა მარტო საქართველოს, სასომხეთის მაყურებელსაც უსურვებ, რომ ნაირი გამარჯვებით ჩამოვიდეს. მიდი ნაირ, შენსკენ ვართ, გაძუყნე ყველა მანდ. წიხლი ეხერხება ნაირს, არანაკლებად ვიდრე მუშტი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ფრიად კაი ბრძოლა ელის წინ. კიდევ ერთხელ ვუსურვოთ ნაირს კომენტარებში გამარჯვება. კიდევ ამბები, მეგობრებო, ლევან გუდიანი ციკლაური დაუბრუნდა გამას. Welcome back, ლევან. სად იყავი აქამდე? კი ვიცით სად იყავი, კაცო. მაგრამ პროსტა პროფორმისთვის. ძალიან მიხარია ლევანი რო დაბრუნდა, ლევანი ჩაერთობა საჩემპიონო რბოლაში, ის ამას ნაღდათ იმსახურებს. მოგახსენებთ, რომ ახალი ჩემპიონი 60 კილოგრამისა არის ლუკა პიტბულ კახიშვილი. ამ ორ მებრძოლს არაერთი გამოწვევა აქვს დაფიქსირებული, არაერთი მწვავე ტრეშ-თოქი გვიხილავს ჩვენ და ორივე მუშტებს ილესავს, რომ დაეჯახნონ ერთმანეთს. ლუკამ ფრიად ძნელი ბრძოლა ჩაატარა სულ რაღაც ერთი თვის წინ, არც გასულა ერთი თვე, ორ კვირა ნახევრის წინ და ცოტა დრო უნდა რომ დაისვენოს. თუმცა ეს ბრძოლა მუშავდება უკვე და ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში გამას რინგს დაამშვენებს პიტბულ vs გუდიანის საჩემპიონო ბრძოლაც. თვალი გვადევნე რომ არ გამოხჩეს. კიდე ვინ დაბრუნდა გამაში? ვინ დაბრუნდა და გახსოვთ ფოლადა რო წავიდა. ფოლადა მარტო წავიდა, მაგრამ ძმასთან ერთად დაგვიბრუნდა. ანუ ერთი ფოლადა წავიდა, ორი ფოლადა დაგვიბრუნდა. მაგარია ჩემი აზრით. კაი გარიგება. მაშასე ფოლადა დაბრუნდა, ხელშეკრულება დადებულია და ივლისში ნახავთ უკვე ფოლადას ბრძოლას. ამიტომ დაჯავშნე წინასწარ ბილეთები, დაჯავშნე რა იყიდე. ძალიან დემოკრატიულ ფასად. ივლისის ივენთი უკვე შეგიძლია, ფრისეილები გაშვებულია, ამიტომ არ დაკარგო. იმიტომ რომ ივლისში ისეთი ივენთი გველოდება, ხო გახსოვს? მაისის ივენთი აპრილისას ჯობდა, აპრილისა მარტისას ლოგიკას ხვდები, ხო? ივნისი მაისზე მაგარი იქნება, ივლისის ბილეთები უნდა იყიდო რა. და რავი, ბოლო ამბავი, რაც მინდა მოგახსენოთ, ბექა კორტავა, თუ რას აპირებს ბექა კორტავა. მეგობრებო, ყველაფერი უცვლელი რჩება, ბექა კორტავა არის 70 კილოგრამის ლეგიტიმური ჩემპიონი. ბექა კორტავას სურს ბრძოლა და ბესო ფარჯიანი არის დროებითი ტიტულის მფლობელი. ამიტომ ბესო ფარჯიანმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ აგვისტოში ჩაატაროს ეს ბრძოლა, სატიტულო ბრძოლა. ანუ ჩათვალეთ, ეს ბრძოლა 99%-ით შეთანხმებულია, ჩატარდება აგვისტოში. კალენდარი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე gamafc.g და რა თქმა უნდა, სუდამავიზდა რანკინგები განვაახლეთ ბიჭებო და გოგოებო, ამიტომ შედით ნახეთ რანკინგებში რა ხდება და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მაშასე ძალიან საინტერესო მოვლენები გველის წინ, ძალიან ნაირნაირი ვარიანტები გვაქვს, ნაირნაირი ხო გაიგეთ? და ფოლადაც დაგვემატა, კორტავაც, ფარჯიანის, კაროჩი, ძალიან საინტერესო რაღაცები გველის, პიტბული, ციკლაური, კაროჩი, ვაუ. ბოლო რაც მინდა მოგახსენოთ. თქვენ ბიჭო რა გჭირთ? კომენტარებში რა არის? რა აიკლეთ იმენა. მოდით ერთი რაღაცა გითხრათ. ხშირად წერთ, რომ ორგანიზაციას განვითარება ჭირდება. მებრძოლებს მეტი ფული გადაუხადეთ. უცხოელი მებრძოლები ჩამოიყვანეთ, რატო აჩხუბებთ ქართველებს ერთმანეთს. სიამოვნებით გავაკეთებ ყველა ამ ჩამონათვალს, რაც ახლა გავაჟღერე. უბრალოდ ამისთვის რა არის, საბათ წარმოიდგინეთ საჭირო. აბა, მონდომებასთან ერთად, შრომასთან ერთად, ფინანსების გარეშე ეს უბრალოდ ვერ გაკეთდება. ვერ ჩამოვიყვან მე ბოდიში, რავი, ვანდერლეისი რვას და პანღურებზე ვერ ვაჩხუბებ რა და. მე მგონი 13 ლარი არ არის რაღაც ისეთი აუარებელი თანხა, რის გადახდაც საშუალო სტატისტიკურმა გამას მაყურებელმა ვერ შეძლოს. ამიტომ ძალიან გვინდა ამ მომენტში გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ჩვენ
იმ ეტაპზე ვართ, სადაც ან უნდა განვითარდეთ, ან ჭერს ავარტყათ თავი რა და ეს ჭერი არის ზუსტად ფინანსები ჩვენ ჭრილში. საქართველოს პატარა ქვეყანაა და არ არის იმხელა ბაზარი, როგორიცაა მაგალითად, ჩინეთში, ამერიკაში. თუმცა მე ვთვლი რომ და მთელი გამას გუნდი იზიარებს ჩემს აზრს, რომ შესანიშნავი ბაზაა, რომ შეიქმნას ასეთი პრომოუშენი როგორც გამა. და რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერით მხოლოდ თუ შევიკარით ერთ მუშტად, მაშინ შევძლებთ, რომ ჩვენი ეს პროექტი, ეს ქართული პროექტი გავიტანოთ საქართველოს საზღვრებს გარეთ. გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ და რეალურად ჩვენ კონკურენცია უნდა გაუწიოთ უზარმაზარ ბუმბერას ორგანიზაციებს, როგორიცაა UFC, ONE FC, Hardcore, Top Dog და BKFC და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ იმად დაუჭიროთ ხარი, მაგრამ რა ვიცი, თითქოს და აქამდე ერთად მოვედით და რატო უნდა მიგვატოვოთ, ვერ ხედავ მიზეზს. ხო და მივმართავ იმ მაყურებელს, რომელიც ძალიან გვაკრიტიკებდა კომენტარებში. მეგობრებო, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ფაქტიურად ორ ფრონტზე ვიბრძვით. ვცდილობთ რომ უმაღლეს ხარისხში დავდოთ ტრანსლაცია და ამავე დროს ვცდილობთ რომ უმაღლეს ხარისხში დავდოთ YouTube-ისთვის ყველაზე დასაშვები ფორმატი, ანუ უკვე post-production-ში აწყობილი ვიდეო. და როგორ არ ვცემთ ჩვენს მაყურებელს პატივს, თუ ამდენ ძალისხმევას ვდებთ ჩვენს კონტენტში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ფრიად ლოგიკურია ის, რომ ტრანსლაციის მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ, რომ მონეტიზაცია გავზარდოთ, რის მეშვეობითაც გაიზრდება უცხოელი სპორტსმენების რაოდენობა გამაში, რის მეშვეობითაც გაიზრდება ჰონორარები, ბონუსები, ზოგადად მასშტაბები გაიზრდება გამასი. ამიტომ, რა თქმა უნდა, გამატევეს გამოწერა, ბილეთის ყიდვა, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თუმცა არანაკლებად მნიშვნელოვანია თქვენი ლაიქი, თქვენი აზრი გაზიარებული კომენტარებში და გამოწერა არხის. ამიტომ ვინც unsubscribe გააკეთეთ, რავი, იმედია რომ მიხვდით ხო ჩვენს მისწრაფებებს და მიზნებს და დაგვიბრუნდით, საწახვედით, ბიჭო, ხო ვიცი რომ მაინც გვიყურებთ და დაგვასაბსკრაიბეთ და ერთად შევუტიოთ, როგორც აქამდე უტევდით და ვაჩვენოთ, გავაცნოთ მსოფლიოს ქართული მუშტები. გამა! ყველაფერი მხოლოდ ეხლა იწყება.